მოსკოვის გულში აფეთქებები პირდაპირ პუტინის ეზოს დაატყდა თავს. 18 ივნისი იყო დღე, როდესაც ქაოსი მეორე დაგორდა რუსეთის დედაქალაქში. კიდევ ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიწვა და ამჯერად ეს ქარხანა ყველაზე ახლოსაა რუსეთის ძალაუფლების ცენტრთან. რაც ახლა ვნახეთ, ეს იყო ყველაზე დიდი აფეთქება, რომელმაც მოსკოვი შეარყია, რადგან უკრაინა გზავნის მესიჯს, რომ შეუძლია ნებისმიერ დროს რუსეთის ნებისმიერ წერტილში დაარტყას. მაგრამ ეს მხოლოდ ნავთობის დაწვას არ ეხებოდა. ეს იყო შურის ძიება, რადგან უკრაინა აიძულებს რუსეთს გადაიხადოს იმ გამანადგურებელი დათქმებისთვის, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმსხვერპლა. რაც უკრაინამ ახლახან მოახერხა, ეს ჩვეულებრივი დართმა არ იყო. სამიზნე იყო მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ეს ქარხანა სულაც არ არის მოსკოვის ოლქის პერიფერიაზე, ის მდებარეობს სულ რაღაც 15 კილომეტრში რუსეთის ძალაუფლების გულიდან, კრემლიდან. შეგიძლიათ ჩაჯდეთ მანქანაში და კრემლიდან ამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დაახლოებით 30 წუთში მიხვიდეთ. დრონი ამ მანძილს ბევრად უფრო სწრაფად დაფარავს. და ეს არის გზავნილი, რომელიც უკრაინას სურს პუტინის გონებაში ჩაბეჭდოს. ეს ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ეკუთვნის გაზპრომ ნეფტს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსკოვის გადარჩენისთვის. ის ამარაგებს მოსკოვსა და მის მიმდებარე რეგიონს მოხმარებული ბენზინის 70%-ით და პასუხისმგებელია რეგიონში გაყიდული საწვავის პროდუქციის 40%-ის წარმოებაზე. 12 მილიონი ტონა ნავთობის გადამამუშავებელი სიმძლავრით, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ერთ-ერთი ყველაზე დიდია მთელ რუსეთში და უკრაინამ მას ორჯერ დაარტყა. პირველი დარტყმა მიუხედავად იმისა, რომ შთამბეჭდავი იყო, საბოლოოდ გაფრთხილების გასროლად იქცა. 16 ივნისს უკრაინის დრონები ქარხნის ცენტრში შევიდა და ძირითადი ნავთობის გადამამუშავებელი დანადგარი გაანადგურა. თუ ეს ყველაფერი იქნებოდა, რაც უკრაინას გაეკეთებინა, ესეც საკმარისად შთამბეჭდავი იქნებოდა. როგორც უკრაინის ახალი ხმა აღნიშნავს, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ასობით საჰაერო თავდაცვის სისტემით არის გაშემორთმული. მათი უმეტესობა მოსკოვისა და პარნოიდი პუტინის დასაცავადაა განთავსებული, მაგრამ ბევრი უშუალოდ ქარხანაშია დამონტაჟებული, რათა სწორედ ასეთი თავდასხმა აიცილონ თავიდან. ამ თავდაცვამ ვერ იმუშავა. 16 ივნისს, როგორც გამოცემა იუწყება, უკრაინა უკრაინის დრონებმა მინიმუმ 5 პანცირის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც კოშკებზე იყო დამონტაჟებული, გვერდი აუარეს და როდესაც დაარტყეს, ძლიერი დარტყმა მიაყენეს. რუსეთს უნდა გაეგო, რომ პრობლემა ჰქონდა, შეიძლება მართლაც გაეგო. მაგრამ უკრაინამ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და მის საჰაერო თავდაცვას საერთოდ არ მისცა ამოსუნთქვის საშუალება. როდესაც სარემონტო ჯგუფები ზიანს აფასებდნენ და ცდილობდნენ დაზიანებული ძირითადი ნავთობგადამამუშავებელი დანადგარის ნაწილის აღდგენას, უკრაინამ კიდევ ერთხელ დაარტყა. 48 საათის შემდეგ 18 ივნისს უკრაინის კიდევ მეტი დრონი პირდაპირ დედაქალაქში გაფრინდა. მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საჰაერო თავდაცვას გვერდი აუარა და სამიზნეებზე დამანგრეველი კამიკაძე შეტევით ჩამოვარდა. მხოლოდ ამჯერად დღის წესრიგში ერთი გადამამუშავებელი დანადგარი არ იდგა. მთელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის მას შემდეგ, რაც უკრაინის დრონებმა მას გაუკეთეს. 2 დღის განმავლობაში უკრაინამ აბსოლუტურად გააცამტვერა ის იდეა, რომ მოსკოვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მთელი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დაცული ობიექტია. ადგილობრივი დროით დილის 4:40 საათზე ტელეგრამში გავრცელდა პირველი ცნობები უკრაინული დრონების მეორე ტალღის შესახებ. დილით 5:14 საათისთვის ეს დრონები ცაში აღარ იყვნენ. ისინი უკვე მიზნებს ურტყამდნენ, რადგან ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქებების შესახებ ცნობები შეშემოდიოდა. საწვავის ავზები იწოდა. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ობიექტს 2 დღეში უკვე მეორე დაარტყეს და როცა ცენტრალური რუსეთი იწვოდა, ვიდეოებიც გამოჩნდა. ექსილანოვა პლუსის ტელეგრამის არხი, როგორც ხშირად ხდება, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კადრები გამოაქვეყნა. ივნისის 18-ის ტელეგრამის ანგარიშში, რომელიც დილის 5:48-ზე გამოქვეყნდა, მან გააზიარა სურათი, რომელზეც როგორც ჩანს, საწვავის საცავი ცეცხლშია გახვეული. მოყვება ვიდეო, რომელიც როგორც ჩანს, საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდანაა გადაღებული და აჩვენებს მასშტაბურ ხანძარს, რომელიც კვამს უშვებს მოსკოვის ცაში. პუტინი, რომელიც დიდი ხანია თავს რუსეთის მთავარდამცველად წარმოაჩენს, ექსილანოვა პრუსისთვის დაცინვის ობიექტად იქცა. უძლური ბაბუა ძვირადღირებულ ბუნკერის მაგიდას დააკაკუნებს, ტირილით და შურის ძიებაზე ხვირილით. მაგრამ ახალი არაფერია, რადგან მეფე შიშველია, განაცხადა არხმა და დაამატა. პუტინის ომის შედეგები ვიდეოზე. მიუღწეველი მოსკოვის მითი საბოლოოდ დაიმსხვრა. ეს სიტყვები მწარედ მოხდება რუსეთის დაბერებულ ლიდერს, რომელიც ბუნკერში იმალება კრემლიდან რაც შეიძლება შორს. მაგრამ კიდევ უფრო მეტად ადგენს ის დამატებითი ვიდეო მასალა, რომელიც მოსკოვის ყველაზე მნიშვნელოვან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან გავრცელდა. საწყისი რეპორტაჟიდან მხოლოდ 10 წუთის შემდეგ ექსელანოვა პლუსმა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა. ჩვენ ხედავთ ანთებულ კოშკს და ბევრად უფრო დიდ კვამლის ღრუბელს ვიდრე ადრე, რადგან მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მრავალმა ხანძარმა მოიცვა. უკრაინის FPFP-1 დრონებმა ერთზე მეტჯერ დაარტყეს. არხმა გაამჟღავნა, რომ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში სულ მცირე 5 ხანძარი გაჩნდა. მას შემდეგ დაახლოებით 1 საათის შემდეგ, რაც უკრაინის დრონები პირველად გამოჩნდნენ ცაში. ეს კატასტროფაა პუტინისთვის.
უკრაინამ უბრალოდ დასცინა ყველა თავდაცვით ზომას, რომელიც რუსეთის ლიდერმა თავისი ყველაზე ძვირფასი ქალაქისთვის მიიღო. მაგრამ რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს ისე მოაჩვენოს, თითქოს ამ თავდაცვითმა ზომებმა თავისი საქმე გააკეთეს. უკვე გაჟღერდა ჩვეულებრივი გამართლებები, ისევე როგორც მტკიცებები, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ თავისი საქმე გააკეთა. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა მაშინვე თავის მართლებაზე გადავიდა. მან განაცხადა, რომ მოსკოვის საჰაერო თავდაცვამ 180-ზე მეტი უკრაინული დრონი ჩამოაგდო, რაც ბევრად უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სობიანინს თავად ესმის. მართალია თუ არა ჩამოგდების ფაქტი, 180 დრონი წარმოადგენს ყველაზე დიდ ერთდრიან რაოდენობას უკრაინული დრონების, რომლებიც მოსკოვის თავზე დაფრინავდნენ. წინა რეკორდი დამყარდა 17 მაისს, როდესაც 120 დრონი დაფრინავდა. უკრაინამ ეს რეკორდი გააუმჯობესა და პუტინს გაფრთხილება გაუგზავნა, რომ დრონებით თავდასხმები რუსეთის დედაქალაქზე კიდევ უფრო მასშტაბური და დამანგრეველი გახდება. და რა თქმა უნდა, ისევ გამოიყენეს ძველი საბაბი დრონების ნამსხვრევების შესახებ. სობიანინმა როგორც ჩანს, მაინც არ სცადა ეს საბაბი მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან დაკავშირებით და მხოლოდ აღნიშნა, რომ უკრაინის რამდენიმე დრონი ობიექტამდე მივიდა. მოკლე ტელეგრამ პოსტში, რომელსაც როგორც ჩანს, ის იმედოვნებს, რომ შეუმჩნეველი დარჩება. ეს ასე არ იქნება. 5 უზარმაზარი ხანძარი, რომელიც კრემლიდან რამდენიმე კილომეტრშია გაჩენილი, ყველას ყურადღებას მიიპყრობს. ამის გარდა რუსეთის მერმა განაცხადა, რომ უკრაინის დრონების ნამსხვრევები დაეცა სადოოდის სავაჭრო ცენტრს, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ელექტრონიკის ჰაბია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და სწორედ ეს არის მთავარი. ეს იყო მოსკოვის ნავთობი უკრაინის დრის წესრიგში. ან იქნებოდა ვთქვათ ზოგადად რუსული ნავთობი. მიუხედავად იმისა, რამდენად დამანგრეველი იყო უკრაინის იერიშები მოსკოვის ნავთობის გულზე, თქვენ უკვე იცით რას ვაპირებთ ვთქვათ. უკრაინა ამით არ შემოიფარგლა. მაშინ როცა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვოდა, უკრაინის კიდევ მეტი დრონი შედიოდა როსტოვის ოლქში. რეგიონის გუბერნატორმა იური სლეზარმა განაცხადა, რომ რეგიონში 60 დრონის ჯგუფი დაეშვა და მათ კომერციულ ობიექტებზე 2 ხანძარი გამოიწვიეს. როგორც ხშირად ხდება, რეალობის გაშუქება უფრო დამოუკიდებელ მედია საშუალებებს დარჩათ. ამჯერად ეს იყო ასტრას ტელეგრამის არხი და იმ სურათებსა და ვიდეოებში, რომლებიც არხმა 18 ივნისს გამოაქვეყნა, ჩანს მასიური ხანძარი ნავთობის ტერმინალზე როსტოვში, როგორც არხი იუწყება. ვიდეო მასალაზე დაყრდნობით, რომელიც Supernova Plus-ის მონიტორინგის არხმა გამოაქვეყნა, ასტრას ოსინტ ანალიტიკოსმა დაადგინა, რომ ხიხანძარი კარლ მარქსის ქუჩაზე მდებარე ნავთობის საცავში მოხდა. ვიდეო მასალა კოსტიუსკინას ქუჩიდან არის გადაღებული, ითხოვინება ასტრა. და მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტული საცავის ტევადობის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს, დამწვარი ნავთობი ზუსტად იმ გზავნილს აგზავნის, რომლის გაგზავნაც უკრაინას სურს. არ აქვს მნიშვნელობა, სად ინახავს რუსეთი თავისი შეჭრის ეკონომიკურ სისხლძარღვებს, უკრაინა შეძლებს მათ პოვნას და დრონებით დარტყმას. რუსეთი შეიძლება შეეცადოს ნამსხვრევებისა და საჰაერო თავდაცვის წარმატების დამტკიცებას, მაგრამ რაც 18 ივნისს ვნახეთ, იყო სრული ქაოსი, რომელიც გამოიწვია FPFP-1 დრონებმა, რომლებმაც არა მხოლოდ მოსკოვამდე მიაღწიეს, არამედ იდეალურად დააზუსტეს სამიზნეები და გააჩინეს ხანძრები, რომელთა ჩაქრობასაც რუსეთს დღეები დასჭირდება. ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც მოსკოვის ბენზინგასამართ სადგურებს ამარაგებს, ცეცხლშია. კრემლს ალბათ ეგონა, რომ სამყაროს დასასრული დადგა, როცა დრონებმა მხოლოდ 15 კილომეტრში დაარტყეს. და თუ ცაში ამოსული კვამლი და ყოველი აფეთქების შემდეგ ამოფრქვეული ალი მოსკოვის მოსახლეობის შეშინებისთვის საკმარისი არ იყო, კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მათი ლიდერი იქ არ იმყოფებოდა, რათა ეს ყველაფერი აეცილებინა. სად იყო პუტინი იმ ღამეს, როცა უკრაინამ მოსკოვზე ყველაზე სასტიკი თავდასხმა განახორციელა? დაახლოებით 700 კილომეტრით აღმოსავლეთით თავისი ძალაუფლების ცენტრიდან ყაზანში, სადაც ის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ლიდერებს ხვდებოდა, სასოწარკვეთილი ცდილობდა ბიზნესის გაჩაღებას და ეკონომიკური კავშირების დამყარებას, რაც პუტინს ომის გასაგრძელებლად სჭირდება. ამ დროს კი მოსკოვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვოდა. მოსკოვის ყველა აეროპორტი იხურებოდა, შერემეტიევოს აეროპორტში მგზავრებს ევაკუაციას უტარებდნენ და ზოგ შემთხვევაში თვითფრინავებიდანაც კი უშუალოდ გამოჰყავდათ, რომლებიც აფრემისთვის ემზადებოდნენ, როცა უკრაინის დრონები დაფრინავდნენ. წითელ მოედანზე კედლებსა და კოშკებზე ტყვიან ფქვევიანები განლაგდნენ, სასოწარკვეთილი მცდელობით, შეეჩერებინათ უკრაინის დრონები. მოსკოველები პანიკაში არიან. ისინი ასეთ თავდასხმებს არ არიან მიჩვეულები და მით უმეტეს არა იმ მასშტაბით, რაც უკრაინამ 18 ივნისს შეძლო. გარდიანი წერს, რომ მოსკოვი იმდენად დარწმუნებული იყო, რომ მსგავსი არაფერი მოხდებოდა, რომ მაშინაც კი როცა უკრაინის დრონები ჩნდება, საჰაერო განგაშის სირენებს ართავენ. საჰაერო თავდაცვის სისტემებს ეს დრონები უნდა გაანადგურებინათ მანამდე, სანამ მოსკოველები მათ დაინახავდნენ. მაგრამ 16 და 18 ივნისს ან თითქოს მასიური თავდაცვის სისუსტე ყველასთვის რუსეთის დედაქალაქში აშკარა გახდა. ახლა მათ უნდა შეეგუონ იმას, რომ უკრაინის მიერ მოსკოვზე თავდასხმა მათი ახალი რეალობაა. მაგრამ უკრაინისთვის ეს მხოლოდ იმის დამტკიცება არ იყო, რომ მისი FPFP-1 დრონები მოსკოვის გულში დარტყმას შეძლებენ. ზუსტად ერთი დღით ადრე, სანამ დრონები გაფრინდებოდნენ, რუსეთმა თავდასხმა განახორციელა. უკრაინას შურისძიება სურდა და მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაწვით სწორედ ასე იძია შური. მაგრამ სანამ უფრო დეტალურად განვიხილავთ რა გააკეთა რუსეთმა ასეთი გამანადგურებელი შურისძიების გამოსაწვევად, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა იდეალური დროა დააჯეროთ ამ ღილაკს.
15 ივნისი დღეა, რომელიც კიევის მცხოვრებლებს ცუდი მიზეზებით დიდხანს დაამახსოვრდებათ. რუსეთმა სწორედ ამ დღეს აირჩია კიევის და უკრაინის სხვა რეგიონების წინააღმდეგ დარტყმების ტალღის დასაწყებად. მხოლოდ სამხედრო ობიექტები არ იყო პუტინის დღის წესრიგში. უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორიზება იყო ერთადერთი, რისი მიღწევაც რუსეთს სურდა და სწორედ ეს გააკეთა. რუსეთის იერიშის დასრულებისას სულ მცირე 11 უკრაინელი იყო დაღუპული. 4 კიევში, 5 მაშველი ხარკოვში, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ და კიდევ მინიმუმ 2 სხვა ადგილას უკრაინაში. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსეთის იერიშებმა მისი ქალაქის 140,000 მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოგვიანებით განაცხადა, რომ რუსეთის 611-მა დრონმა და 70 რაკეტამ უკრაინის მასშტაბით 53 ადამიანი დააზიანა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რაოდენობის გაზრდა, რომელსაც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით მინიმუმ 62,716 დადასტურებს, უკვე თავისთავად დამანგრეველია. რუსეთმა 15 ივნისს კიდევ ერთი ზღვარი გადაკვეთა, რომელიც არასდროს უნდა გადაილახოს. მან დაარტყა მონასტერს და არა უბრალოდ მონასტერს, არამედ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს. გარდიანი იუწყება, რომ მიძინების ტაძარი, რომელიც კიევის პეჩერის ლავრის მონასტრის კომპლექსში მდებარეობს, სერიოზულად დაზიანდა რუსეთის რაკეტებისა და დრონების თავდასხმების შედეგად. ეს ტერორიზმია. პუტინის მიზანმიმართული მცდელობა გაანადგუროს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ძეგლი. და თითქოს ეს არ კმაროდა, რუსეთმა ასევე შეუტია ალექსანდრე დოვჟენკოს სახელობის ეროვნულ კინოსტუდიას, სადაც უკრაინის ყველაზე დიდი და ძველი კოსტიუმების კოლექცია ინახება. დამწვარი მონასტრის კადრები გამოაქვეყნა ევრონიუსმა და ისინი აჩვენებს, რა მასშტაბის ზიანი მიადგა ასეთ მნიშვნელოვან უკრაინულ ძეგლს. ცეცხლი პირდაპირ ტაძრის გულში მძვინვარებს და ვხედავ, როგორ ცდილობენ მეხანძრეები ალიების ჩაქრობას, მაგრამ ზიანი უკვე მიყენებულია. 15 ივნისი იყო დღე, როდესაც რუსეთი კიევის გულს დაესხა თავს. რასაც აქ ვხედავთ, ეს არის ომი უკრაინის მთელი კულტურის წინააღმდეგ. პუტინი ცდილობს გაანადგუროს ყველაფერი, რაც უკრაინას უკრაინად აქცევს, რადგან შეუჩერებლად ცდილობს ქვეყანას წაართვას სუვერენიტეტი და აიძულოს რუსეთის ნაწილად იქცეს. ამ ორ დარტყმაში ვხედავთ განსხვავებას უკრაინასა და რუსეთს შორის. პუტინს ტერორი უნდა. მას არ აინტერესებს, რას დაარტყამს რუსეთის დრონები და რაკეტები, ოღონდ რამე უკრაინულს მოხდეს. სინამდვილეში პუტინისთვის კიდევ უკეთესია, თუ მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპებიან და ეკლესიები დაიწვება. ეს ყველაფერი უკრაინის ხალხის დაშინებას და დამორჩილებას ემსახურება. მაგრამ უკრაინა ზუსტ მოქმედებებზეა ორიენტირებული. როცა შურს იძიებს, განზრახ არ ესხმის თავს რუს მშვიდობიან მოქალაქეებს. უკრაინა ანადგურებს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ანადგურებს ნავთობის საცავებს, დარტყმებს აყენებს პუტინის საომარ მანქანას და არა იმ ხალხს, რომელიც მან თავისი ეგოს დასაკმაყოფილებლად ომში ჩაითრია. ვლადიმირ ზელენსკიმ X-ზე გააკეთა განცხადება მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შემდეგ, რათა ხაზი გაესვა ამ საკითხისთვის და ასევე ეჩვენებინა, რამდენად გამართლებულია უკრაინა, როცა რუსეთის გულს ესხმის თავს. ეს არის სრულად გამართლებული პასუხი რუსეთის თავდასხმებზე ჩვენს ქალაქებსა და თემებზე და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ჩვენი მებრძოლების მუშაობისა, იმ ობიექტების წინააღმდეგ, რას წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის საომარ მანქანას ამარაგებს, განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ. მან ასევე დაამატა, ბოლო დღეებში ყველა ჩვენს პარტნიორს აღუნიშნავს ჩვენი საშუალო მანძილის დარტყმებისა და გრძელვადიანი სანქციების სიზუსტე და ეფექტიანობა. დროა ომი დასრულდეს და რუსეთმა უნდა გადადგას საჭირო ნაბიჯები დიპლომატიაში. მოსკოვმა ახლახან იგრძნო უკრაინის დრონების შესაძლებლობა. მაგრამ აქ მთავარი სიზუსტეა. სანამ რუსეთი ყველაფერს ურტყამს, რასაც შეძლებს, უკრაინა თანდათან ანადგურებს საომარ მანქანას. ნაწილ-ნაწილ, ცეცხლითა და განადგურებით, მეს მანქანა ნელ-ნელა ჩერდება. კიდევ ერთი გზავნილი გაიგზავნა, შურის ძიება განხორციელდა. მაგრამ ვლადიმერ პუტინისთვის ამ ყველაფერში მთავარი პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ ახლა მოსკოვის ამიზნეა და ეს თავისთავად კატასტროფაა, არამედ ისიც, რომ უკრაინის იერიში ერთჯერადი შემთხვევა არ არის. რაც ახლახან მოხდა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, ის არის, რაც უკრაინას შეუძლია კვლავ და კვლავ გააკეთოს და 18 ივნისს გამოყენებული FP-1 ტიპის დრონები ამაში მთავარ როლს ასრულებენ. ბევრი ითქვა Firepoint-ზე და მის FP-1 ან Flamingo დრონ რაკეტა ჰიბრიდზე და ასეც უნდა იყოს, რადგან Flamingo სასიკვდილოა. მაგრამ როცა საქმე უკრაინის სიღრმისეული დარტყმის სტრატეგიას ეხება, FP-1 შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი დრონი, რაც უკრაინას არსენალში აქვს. მხოლოდ ტექნიკური მახასიათებებიც კი აჩვენებს, რატომ წარმოადგენს ეს დრონი რუსეთისთვის მუდმივ და მზარდ საფრთხეს. FP-1-ის შეუძლია 1600 კილომეტრის დაფარვა, რაც არა მხოლოდ მოსკოვსაც ცდომის ფარგლებში აქცევს, არამედ რუსეთის შორეულ რეგიონებში არ მყოფ ნებისმიერ სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტს სამიზნედ აქცევს. ეს დრონი 160 კილოგრამიან საბრძოლო ქობინს ატარებს, რაც შეიძლება არ იყოს ყველაზე დიდელაზე დიდი უკრაინის ღრმა დარტყმის შესაძლებლობებს შორის, მაგრამ ამ ძალას სიზუსტეც ახლავს. მრავალმოდალური ნავიგაციის სისტემის წყალობით, რომელიც იყენებს სატელიტურ ნავიგაციას, GPS და თვით რუსეთის გლონას, ასევე აერთიანებს ინერციულ ნავიგაციის სისტემას. FP-1 მიდის იქ, სადაც საჭიროა და უმეტეს შემთხვევაში ზუსტად ურტყამს მიზანს. მაგრამ რუსეთისთვის მთავარი საკითხი ღირებულებაა.
დრონები, რომლებმაც მოსკოვის ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ცეცხლი გაუჩინეს, უკრაინას მხოლოდ $55,000 დაუჯდა. იუთვება უკრაინის ახალი ხმა. და ეს დაბალი ღირებულება ნიშნავს, რომ მასობრივი წარმოება რეალობაა. უკრაინის თავდაცვის ტექნოლოგიების საზოგადოებრივი ბაზარი ავრცელებს ინფორმაციას, რომ FPFP-1 მასობრივად იწარმოება და ყოველდღიურად 100 დრონი მზადდება. როცა ვთქვით, რომ პუტინმა არ უნდა იფიქროს, თითქოს ეს ბოლო ნავთობგადამამუშავებელზე თავდასხმა ერთჯერადი იყო, სწორედ ეს არის მიზეზი. უკრაინა ამ დრონს, რომელმაც ეს დარტყმა განახორციელა, იმდენად დიდი რაოდენობით აწარმოებს, რომ თეორიულად ყოველდღე შეუძლია რუსეთს დრონების მთელი როით დაარტყას. და საქმე მხოლოდ დრონების გუნდებში არ არის. პუტინს შიშისგან შარვალი იმიტომაც სველდება, რომ რუსეთის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ქალაქი ახლა სამიზნეა. ამაზე ადრე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ უნდა გავუსვათ ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უკრაინას ახლა შეუძლია დაარტყას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც კრემლიდან სულ რაღაც 15 კილომეტრშია და ამას თითქოს ნებისმიერ დროს ახერხებს. ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ითვლება ყველაზე დაცულად მთელ რუსეთში და ის პუტინისთვის ზედმეტად ახლოს მდებარეობს მოსკოვის ხოვის ყველაზე მნიშვნელოვან შენობასთან. რაც 16 და 18 ივნისმა გვაჩვენა, არის ის, რომ მთელი ხმაურის მიუხედავად მოსკოვის საჰაერო თავდაცვა საკმარისად ვერ იცავს ქალაქს. 17 ივნისის ანგარიშში CBS News-მა წამოაყენა თეორია, თუ რატომ ხდება ასე, რადგან არნიშნა, რომ უკრაინის დრონების შეტევების მასშტაბურობის გამო რუსეთს ამოეწურა S-300-ის რაკეტების ჩაუმგდებები. თუ ასეა, მაშინ რუსეთს უფრო მეტად მოუწევს ისეთი სისტემების გამოყენება, როგორიცაა S-400 და ფანცირი, რომლებიც უფრო თანამედროვეა, მაგრამ მალე მათაც ამოეწურებათ რაკეტების მარაგი. სავარაუდოდ სწორედ ეს ვნახეთ მოსკოვში. გახსოვდეთ, Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი კოშკებში ტყვიან-ფქვევიანებს აგზავნიდა უკრაინის დრონებთან გასამკლავებლად. და ეს არ არის ის, რაც რუსეთის დედაქალაქში უნდა ხდებოდეს. პუტინის ახალი რეალობა ისაა, რომ მას აღარ შეუძლია დაიცვას ის ერთადერთი ქალაქი, რომელიც სურდა უკრაინის ომის ბუშტში შეენარჩუნებინა. მოსკოვი თითქოს ხელშეუხებელი უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა უკრაინის დრონები მიზანს აღწევენ, პუტინის დამცველის იმიჯი ზიანდება და რუსეთის ლიდერი ილანძრება. და ყველაზე ცუდი პუტინისთვის ისაა, რომ იცის, ვერაფერს გააკეთებს ამაზე და მან თვითონაც კი აღიარა თავისი სული უნარობა საკუთარი ქვეყნის დასაცავად. ეს აღიარება პირდაპირ არ ყოფილა. პუტინის სიტყვებს ვერასდროს ენდობი, მაგრამ პუტინის ქმედებები ყველაფერს ამხელს. გაიხსენეთ 9 მაისი. ეს იყო რუსეთის საცოდავი გამარჯვების დღის აღლუმის თარიღი, სადაც საერთოდ არ ჩანდა სამხედრო ტექნიკა, რომელიც ამ დღესასწაულისთვის ჩვეულებრივია. რატომ? რუსეთს ეშინოდა, რომ უკრაინის დრონები აღლუმზე შეიჭრებოდნენ და ამ ტექნიკას მთელი მსოფლიოს თვალწინ გაანადგურებდნენ. რუსეთის სამხედრო ძალის ყველაზე დიდი დემონსტრაცია სრულიად უმნიშვნელო მოვლენად იქცა. ეს პუტინის აღიარებაა. წითელ მოედანზე ტანკების არ გავლა. პუტინის გზავნილია მოსკოვის მოსახლეობისთვის, რომ ის ვეღარ იცავს მათ. და თუ ეს საკმარისი არ იყო გზავნილის გასაგებად, კრემლიდან 15 კილომეტრში მყოფი ცეცხლმოდებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ამ აღიარებას უფრო ნათელს ხდის ვიდრე ოდესმე. ეხლა მოსკოვის სამიზნეა. ქალაქის საჰაერო თავდაცვის სისტემები გამჟავნებულია, ომის მანქანისთვის კრიტიკული ობიექტები იბომბება და ყოველდღიურად უკრაინა კიდევ ათეულობით დრონს ამზადებს, რომლებსაც რუსეთი ვერ აჩერებს. ზეწოლა პუტინზე იზრდება, როგორც უნდა იყოს. საბოლოოდ ეს არ არის პირველი დარტყმა მოსკოვზე ბოლო დროის განმავლობაში. სულ რაღაც 1 თვით ადრე, თითქმის იმავე დღეს, უკრაინამ მოსკოვზე მრავალდღიანი დრონების, რაკეტებისა და გლაიდ ბომბების შეტევა განახორციელა. ეს არის ფარული დივერსიის, წარუმატებელი თავდაცვების და განადგურებული რუსული სამხედრო მანქანის ისტორია და ყველაფერს ამის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი ვიდეოს ხურებით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რადგან ჩვენ ვადევნებთ თვალს უკრაინის პროგრესს, ღრმა დარტყმის გიგანტად გადაქცევის გზაზე. მადლობა ყურებისთვის.